სამი გოჭი. იყო და არა იყო რა, იყო ერთი მოხუცი დედაღორი, რომელსაც ყავდა სამი პატარა გოჭი და არ ჰქონდა საკამარისი საჭმელი მათ გამოსაკვებად. ასე რომ როცა გოჭები წამოიზარდნენ, დედამ ისინი ბედის საძებნელად გაუშვა. პირველი გოჭი ძალიან ზარმაცი იყო. ნამდვილად არ ვაპირებ კალატოზობას. მირჩევნია უფრო მსუბუქი საქმე ვნახო და შუადღიდან დავისვენო. მას საერთოდ არ სურდა მუშაობა, ამიტომ სახლი ჩალისგან აიშენა. მეორე გოჭი პირველს ჯობდა, მაგრამ მაინც საკმაოდ ზარმაცი გახლდათ. არც მე ვაპირებ კალატოზობას. ჯოხები ჩალაზე გაცილებით მაგრებია. ამიტომ ისინი გამოდგება. მაგრამ ისეთი დაღლილი ვარ, მირჩევნია ნაკლები საქმე გავაკეთო და შუადღის მერე დავისვენო. მეორე გოჭმა სახლი ჯოხებისგან ააშენა. დარჩენილი დღე კი ორივე მცეკვა თამაშსა და სიმღერაში გაატარეს. აი მესამე გოჭმა მთელი დღე დაუღალავად იმუშავა და სახლი აგურებისგან ააშენა. სახლი მტკიცე გამოვიდა. მშვენიერი ბუხრითა და საკვამურით. ეტყობოდა, რომ უძლიერეს ქარებსაც კი გაუძლებდა. მოხდა ისე, რომ მეორე დღეს იმ ბილიკზე, სადაც პატარა გოჭები სახლს იშენებდნენ, გელმა ჩამოიარა. ჯერ პირველი გოჭის ჩადის სახლი დაინახა და დაყნოსა, რომ გაიგო შიგნით რა იყო. გოჭი, წამოიძახა მან. ამ პატარა გოჭუნათი ამ საღამოს მსუყე სადილს მოვამზადებ. ასე რომ მან დააკაკუნა კარზე და დაიყვირა. პატარა გოჭო, შემომიშვი. არა, სახლში არავინაა, ქში. მაშინ ჩავისუმთქავ და შეუბერავ. და მართლაც მგელმა ჩაისუმთქა, შეუბერა და სახლი მიწასთან გაასწორა. შემდეგ დიდი პირი გააღო და მთელი ძალით მოკუმა ყბები. მაგრამ პირველმა გოჭმა გაასწრო და მეორე გოჭთან გაიქცა თავის საშველად. მგელმა ბილიკზე გზა განაგრძო და მიადგა ჯოხებით აშენებულ სახლს. შიგნიდან გოჭების სუნი იგრძნო და პირი კვლავ ნერწყვით აევსო, რადგან ისევ გემრიელი სადილი წარმოუდგა თვალწინ. პატარა გოჭებო, შემომიშვით. არა, სახლში არავინაა, ქში. გელმა კბილები გამოაჩინა და თქვა, მაშინ ჩავისუმთქავ და შეუბერავ. გელმა შეუბერა და ეს სახლიც მიწასთან გაასწორა. ორი პატარა გოჭი კი საზარელი მგლის წინ აღმოჩნდნენ. გელს ორივე გოჭის ერთად დაჭერა უნდოდა. სიხარბისაგან ყბები მოუჭირა, მაგრამ მას პირში მხოლოდ ჰაერი შერჩა. ორი პატარა გოჭი კი გაცოცდა და იმ სისწრაფით გაექანდნენ, რა სისწრაფითაც მათ ჩლიქებს შეეძლოთ გაექციათ ისინი. მგელი გოჭებს ბილიკზე დაედევნა და კინაღამ დაიჭირა, მაგრამ გოჭებმა აგურით აშენებულ სახლში შეასწრეს და მგელს კარის ხვირწინ მიუჯახუნეს. მგლის შიშით აკანკალებული გოჭები სახლში შეგროვდნენ. მგელს მთელი დღე არაფერი ეჭამა და გოჭების დევნაში კიდევ უფრო მოშივდა. ახლა როცა სამი გოჭის სუნი ეცა, მიხვდა, რომ აგურის კედლის მიღმა უგემრიელესი სადილი ელოდა, ასე რომ მგელმა თათით კარზე დააბრახუნა და დაიძახა. პატარა გოჭებო, შემომიშვით. გოჭებმა არა, სახლში არავინაა, ქში. მგელმა კბილები გამოაჩინა და თქვა, მაშინ ჩავისუმთქავ და შეუბერავ. ჩაისუმთქა და შეუბერა. ბევრი უბერა, მაგრამ აგურის სახლს ვერაფერი დააკლო. ბოლოს კი ისე დაიღალა, რომ შებერვის თავიც აღარ ჰქონდა და თქვა, მეტი აღარ შემიძლია. როცა მგელი მიხვდა, რომ შებერვით არაფერი გამოვიდოდა, ძალიან გაბრაზდა. ავდგები, საკვამურიდან ჩამოუძვრები და შიგნით შეგჭამთ ყველას, განაცხადა მან. როცა პატარა გოჭებმა გაიგონეს, რა საპირებდა მგელი, ბუხარში წყლით სავსე ქვაბი დაკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. სწორედ იმ დროს, როცა მგელი საკვამურში ჩამოვიდა,
ქვაბს ხუფი მოხადეს და მგელი პირდაპირ ადუღებულ წყალში ჩააგდეს. როგორც კი მგელი ქვაბში ჩავარდა, ქვაბს ხუფი დააფარეს. აი ასე მოკლეს დიდი მგელი.